სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს ეკლესია ავასრულებს სენებას წმინდა იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთისა. დღევანდელ დღეს არის დაწესებული მარხვა. მარხვა უპირველეს ყოვლისა სულიერი თვალსაზრისით. სულიერი მარხვა, რომელიც ჩვენ ძალზედ გვიჭირს ყოველ ჩვენთაგანს. შეიძლება მარხულობდე ხორციელად, არ ღებულობდე ისეთ საკვებს, რომელიც მარხვის წინააღმდეგია, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ჩადიოდა ისეთ საქმეებს, რომ ენით გამოუდგას და ცოდვის უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით ხოლმე. ცოდვის თვალსაზრისით სულიერი მარხვა არის მეტად მნიშვნელოვანი. ჩვენ ადამიანები ვართ, სუსტები ვართ და მიდრეკილები ვართ, ბუნებრივია ცოდვისაკენ და ამიტომ უნდა გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სულიერ მარხვაზე. ჩვენი სისუსტეები აი ესეთ დღეებში, როცა განსაკუთრებულად ვთხოვს ეკლესია სულიერ მარხვას, უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი გონება, ჩვენი სული იმისათვის, რომ ღირსეულად შევხვდეთ ასეთ წმინდა და განსაკუთრებულ დღეებს და ვისწავლოთ სულიერი მარხვა. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი შეგვაგონებს. ნუ მოსათმენია და ასატანი ის, რომ არც შეგრცხვათ და პარასკევს, როცა აღსრულდა მოსავებანი ჩვენი მოდმის გადარჩენისა, როცა უფალი ქვეყნიერებისათვის ეცვა ჯვარს, შეწირული იქნა ასეთი მსხვერპლი, განიღო სამოთხე და ავაზაკი აღვიდა თავის თავდაპირველ სამშობლოში, მოიხსნა წყევლა და განქარდა ცოდვა, შეწყდა ადამიანების ხანგრძლივი მტრობა ღმერთთან, მოხდა შერიგება და იცვალა ყოველივე. სწორედ ამ დღეს, როცა გმართებდა მარხვა, დიდებისა მეტყველება და სამადლობელ ლოცვათა აღვლენა ღვთისათვის, ვინც სიკეთე მოჰფინა მსოფლიოს, თქვენ მიატოვეთ ეკლესია, სულიერი მსხვერპლი, მოძმეთა კრებული, დაივიწყეთ მარხვა და ეშმაკის თქვენ ქმნილებმა მიაშურეთ სანახაობებს. იქნება არ იცი, რომ ღმერთი ისევე მოკითხავს, თუ როგორ გამოვიყენეთ ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი დღე, როგორც ჩვენ ვთხოვთ ანგარიშს მსახურებს მათთვის მიბარებული თითოეული გროშის გამო. რას ვეთყვით მას, თავს რით გავიმართლებთ, როცა სანახაობებზე გატარებული დღისთვის მოგთხოვენ პასუხს. იქ სიარულით მოხუცებმა ჭაღარა შეირცხვინეთ და ჭაბუკებმა თავიანთ სიყმაწვილეს შეუქმენით საფრთხე. მამებმა მიიყვანეს შვილები და უმციკლო ასაკშივე გაიმეტეს ისინი ურჯულუების უფსრულში დასამთქმელად. არც შეცდებოდა ის, ვინც მათ უწოდებდა არა მშობლებს, არამედ შვილის მკვლელებს, თავიანთ ნაშიერთა სულების უსჯულოებით წარწმენდათ. მკითხავთ, სად არის აქ ურჯულოება? იმიტომაც მტკივა გული, რომ ავად ხარ, სნეულებას კი ვერ გრძნობ და მკურნალს არ ეძებ, მრუშობით აღსავსეს, გაინტერესებს კიდეც, სად არის აქ ურჯულოება. იქნებ არ ხსნენია ქრისტეს სიტყვები, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად, მას მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინოთვისსა. მეტყვი, თუ კი გულის თქმით არ შევხედავ, მაგრამ როგორ დამარწმუნებ ამაში? ვინც თავს ვერ იკავებს, რომ არ შეხედოს, თანაც ესოდენი დაჟინებით, ის როგორ შეძლებს უმციკლოების შენარჩუნებას. შენი სხეული ქვა ან რკინა ხომ არ გგონია, ხარ შემოსილი კაცობრივი ხორცით, რასაც უფრო სწრაფად ეკიდება ცეცხლი ვიდრე ჩალას. სანახაობა რა სახსენებელია, როცა ჩვენ ხშირად გვაფორიაქებენ მოედანზე შემხვედრი დედაკაცებიც კი, შენ კი
შემომჯდარ ხარ ზემო იარუსზე იქ სადაც ამდენი რამ აღგიძრავს თქვენა აზრებს შეხურებ თავდაუხურავ ოქროს სოვილით შემოსილ მემრუშე დედაკაც რომელიც მეტისმეტად გამომწვევია ნებიერა და მასტურად არხევს სხეულს მღერის უხამს სიმღერებს ამბობს გარყვნილ ლექსებს და უშვერ სიტყვებს ისე მოურიდებლად იქცევა რომ ამგვარი რამის წარმოდგენისაც კი გრცხვენია და თვალებს ხუჭავ მაშ როგორ ბედა თქვა რომ შენ ადამიანური ქვენა გრძნობას საერთოდ არ განიცდი თავს ვერ ვიკავე კვლავ რომ არ გითხრა ნუ თუ შენი სხეული ქვა ან რკინა ნუ თუ შენ იმ დიდ და კეთილშობილ მამებზე ბრძენი ხარ რომლებიც მარტოობენ ერთი შეხედვის გამო დაეცნენ არ გსმენია რას ამბობდა სოლომონი გამო მე ვის ეკრისა ცეცხლი წიაღდა და სამოსელი მისი არა დაიწვას ანუ ვალნ მე ვინ ნაკვერცხალსა ზედა ცეცხლისასა და ფერხნი მისნი არა მოიწვას ეგრეთვე რომელი შევიდეს დედაკაცისა თანა ქმრის ცოლისა არა განერეს ტანჯვასა ძვირსა ეგრეთვე არა უბრალო იყოს ყოველი რომელი შეეხოს მას იგავდა წიგნი მართალია მემრუშესთან არ დაცემულ ხარ მაგრამ ფიქრებით მასთან მაინც ქონდა კავშირი ასე რომ ნებაყოფილობით შესწოდე ცოდვის ქმნას გააგრძელებ სანახაობის დასრულების მერეც იგი წავა მაგრამ სულში დაგრჩება მისი სახე სიტყვები გამოხედვა მიმოხრა აღნაგობა მოქნილობა ავხორცობის აღმძრავი ასონი ამიტომაც იქიდან მრავალი ჭრილობით ბრუნდები აქედან ხომ არ იწყება არეულობა შენს სახლში ეს ხომ არ ხდება უბიწოების კორდომის ქორწინების რღვევის ჩხუბის აყალმაყალის და უთვალა უსიამოვნებათა მიზეზი როდესაც შენ ამ მემრუშე დედაკაცით თავბრუ დახვეული და დატყვევებული დაბრუნდები სახლში ცოლი ძველებურად სანდომიანი აღარ გეჩვენება ბავშვებსაც ვეღარ იტანებ სახურები თავს გაბეზრებენ საერთოდ სახლი შეგძულდება ისე რომ საჭირო საქმეთა მოსაგვარებლად უბრალო გარჯაც კი განერვიულებს ყველა მომსვლელი აბეზარი და აუტანელი გგონია ამის მიზეზია ის რომ სახლში მარტო არ ბრუნდები თან მოგყავს მემრუშე ის შემოდის არა აშკარა და დაუფარავად რაც უფრო ასატანი იქნებოდა რადგან ცოლი მას მყისვე გააგდებდა არამედ შენს სულსა და შეგნებაში ჩამჯდარი ეს დედაკაცი შენში აღვივებს ბაბილონის სახუმილის დარ ცეცხლს იქნებ უფრო ძლიერსაც რადგან ეს ალი მოზდებია არა ფიჭხს ნავთს ან კუფრს არამედ მას აღაგზნებს ყოველივე ის რაც ზემოთ ვახსენეთ ასე რომ შენს ირგვლივ ყველაფერი აირდაირება იქცევა ცხელება შეღრილივით რომელიც უგუნებოდ არის და ყველაფერი უკმაყოფილოა უმიზეზოდ ადანაშაულებს მოსამსახურედ უარს ამბობს საყვებზე შეურაცხყოფს ექიმებს ურისხდება სახლეულს ჩაგრავს მსახურს სწორედ ასე შფოთავენ და დარათვინავენ მრუშობის მძიმე სცენით შეპყრობილნი და მუდამ თვალწინ უდგავთ ის მეძავი გავაგრძელებთ ხრობას წირვის პოქს მეთმა დაგლოცოთ და გავაგრძელებთ მძიმე საქმეა ის რით დაკოდილი მგელი ლომი და სხვა ნადირი გაურბის მონადირეს ხოლო გონებით დაჯილდოებული კაცი დაიჭრება თუ არა მიისრაფის მოისრისაგან რათა ღრმა იარებით მოწყულმა მეტი კმაყოფილება ჰყავს ანუ საიდანაც მოვიდა საცთური და ჩავარდა სოდოში კიდევ იქით მიისრაფის რომ კიდევ უფრო მძიმედ დაეცეს ცოლით ეს არის ყველაზე სამწუხარო რადგან ამის ნეულება უკურნებელი ხდება ვისაც არ სტკივა თავისი იარები და არ სურს მათი მოშუშება ის განა ექიმს დაუწყებს ძებნას ვგლოვობ და ვწუხვარ რომ ასეთი სახადი დაავადებულნი ბრუნდებით და წუთიერი მაყოფილების ფასად განუწყვეტელ ვაებას განუმზადებთ საკუთარ თავს
ჭეშმარიტად გენიისა და საიქიო ტანჯვის მოწევნად უნდა თქვენ სააქაოშივე იმეტებ თავს უკიდურესი წამებისათვის. მითხარ განა გაუსაზრისი ტანჯვა არ არის, ატარებდე ასეთ გულის თქმას, იყო მუდმივ აღგზნებული, გაუნელებელად გწვავდეს უხამსი სიყვარულის ცეცხლი და თან გადევდეს სინდისის ქენჯანა. როგორ მიახლები ეკლესიას, ამ წმინდა ადგილის ზღურბელს და შეეხები ზეციურ ტრაპეზს. როგორ მოისმენ საუბარს უბიძოებაზე, როცა მთლად ნების წყლულებითა და იარებით ხარ დაფარული და შენი სულიც მისი მონაა. ამიტომაც ხმამაღლა გაფრთხილებ, თუ ამ შეგონებისა და დარიგების შემდეგ ვინმე წავა უწმინდულ და წარწმენდელ სანახაობებზე, მას ტაძრის ზღუდეს არ გადმოვალახინებ, არ ვაზიარებ საიდუმლოდ, წმინდა ტრაპეზთან მიკარების ნებას არ დავრთავ. მწყემსები ქეციან ცხურებს გამოაცალკევებენ ხოლმე ჯანმრთელებისაგან. სწორედ ასე მოვიქცევი მეც. ძველ დროს კეთროვანს თუნდ გვირგვინოსანი მეფე ყოფილიყო, ბანაკს განარიდებდნენ და მის მიღმა ტოვებდნენ. ჩვენ მით უფრო განვაგდებთ სულით კეთროვანს ამ წმინდა ბანაკიდან. თავიდან შეგონებას მიმართავ და თქვენს სინდის მოუხმე. ახლა კი ამ დარიგებათა შემდგომ აუცილებელია ბოლოს და ბოლოს მოკვეთასაც მიმართო. მართალია მახვილი არ მიფხრია, მაგრამ მასზე უმეტესად მიჭრის სიტყვა. ცეცხლი არ მახლავს, მაგრამ ჩემთან არის მასზე მოგიზგიზე და დამბუგავი სწავლება. ნუ უგულებელს ხო ღვთისმსახურთა განაჩენს. მართალია არ ვქედმაღლობ და ფრიად თავდაბალნიცვართ, მაგრამ ღვთის მადლით გვებოძა ღირსება, რისი ძალითაც შეგვიძლია თქვენი განკვეთა. მაშ დაე განკვეთილ იქნა სულით სნეულნი, რათა ჯანსაღმი უფრო გაძლიერდნენ. ავადმყოფნი კი მძიმე სენისაგან განიკურნენ. თუ ამ განაჩენის მოსმენამ შეგაძორწუნათ, ხედავ ყველას სულთქმასა და შემოსრულებას. დაე გამოსწორდნენ ისინი და განაჩენიც გაუქმდება, რადგან ჩვენ მოგვეცა უფლება როგორც შეკვისა, ისე განხსნისა და შეწყნარებისა. დაე ამ ავხორცობას აყოლივრთაგან ნურვინ შემოვა ეკლესიაში. თქვენც მოიკვეთეთ იგი და საერთო მტრად მიიჩნევთ მისი ცხოვრების წესი. მერთმა დაგლოცოთ და დაგლოცოთ. ვილოცავთ იოანე მართლისმცემელის თავის კვეთის სცენებას, მართალია მძიმე მოსასმენი იყო დღევანდელი სახარება, მაგრამ ჩვენ იგივე ეკლესიის სწავლებიდან ვიცით, რომ როდესაც გადის ამ მიწიერი ცხოვრებიდან მართალი, იგი უერთდება ღმერთს. აი ამიტომ თან ამ წუხარე დღეს ახლავს ასევე სიხარულიც, რადგანაც იოანე მართლისმცემელის სული შეუერთდა ღმერთს და ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა. ღმერთმა მისი ლოცვებით დაგლოცოთ თქვენ სრულიად საქართველოს და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი.